განვიხილოთ წარმოებისა და ეკონომიკური ზრდის თემა. Როგორც ვიცით, ქვეყნები ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ცხოვრების დონით და ერთსულ მოსახლეზე შემოსავლის მაჩვენებლით. ერთი მხრივ გვაქვს კატეგორია მაღალგანვითარებული ქვეყნებისა, სადაც ამ შემოსავლის მაჩვენებელი ძალზე მაღალია, ხოლო მეორე მხრივ რიგი ქვეყნებისა, რომლებიც ხასიათდებიან ერთსულ მოსახლეზე საშუალო შემოსავლის უაღრესად დაბალი მაჩვენებლით. ამგვარად, საშუალო ერთსულ მოსახლეზე საშუალო შემოსავალში ასეთი მნიშვნელოვანი განსხვავება ბუნებრივია გვაძლევს ასევე მნიშვნელოვან სხვაობას ცხოვრების დონეებში. ანუ მაღალი ცხოვრებისეული დონის მქონე საზოგადოებები ხასიათდებიან მეტი ცხოვრებისეული კომფორტით, უკეთესი ხელმისაწვდომობით განათლებისადმი, ჯანდაცვის გაცილებით უფრო ეფექტური სისტემით და საერთოდ ყველა იმ პარამეტრის უკეთესი მაჩვენებლით, რაც საბოლოო ჯამში გვაძლევს ცხოვრების დონის მონაცემს და მის დახასიათებას. აღსანიშნავია, რომ ცხოვრების დონე არა მხოლოდ განსხვავდება ქვეყნებს შორის, არამედ თვით ქვეყნის შიგნითაც კი სხვადასხვა პერიოდებში ჩვენ გვაქვს სახეზე განსხვავებული მაჩვენებლები. მაგალითად მოვიხმოთ ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც მე-20 საუკუნის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ფიქსირდებოდა ყოველწლიურად 2%-ის დონეზე. ეს თითქოს და ერთი შეხედვით უმნიშვნელო მაჩვენებელია, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დაახლოებით 35 წლის მანძილზე ამგვარი ზრდის ტემპის შედეგად მიიღწევა ის, რომ ცხოვრების დონე მატულობს პრაქტიკულად და თვითონ მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მატულობს 100%-ით. ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ამგვარი მატებით, ანუ დაახლოებით 30-35 წელიწადში ერთხელ გაორმაგებით, საგრძნობლად შეიცვალა მოსახლეობის ცხოვრების დონე. ანუ პრაქტიკულად მე-20 საუკუნის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების საშუალო მაცხოვრებელს დაახლოებით 7-8-ჯერ მეტი შემოსავალი ჰქონდა წლის განმავლობაში, ვიდრე ეს ფიქსირდებოდა საუკუნის დასაწყისში. ამგვარად, როგორც ხედავთ, მოსახლეობის საშუალო მაცხოვრებლის დონე, ცხოვრებისეული დონე, მისი შემოსავლის მაჩვენებლები დამოკიდებულია თვითონ ქვეყნის ეკონომიკურ სისტემაზე, კერძოდ იმაზე, თუ რა მოცულობის საქონელსა და მომსახურებას ეწევა ამზადებს საქონელს და ეწევა მომსახურებას წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური სისტემა. ანუ ქვეყნის უნარზე დამოკიდებულია ამ უნარზე გამოუშვას მეტი საქონელი, გასწიოს მეტი მომსახურება. რაც უფრო მეტია მოცულობა საქონლისა და მომსახურების, ბუნებრივია მით მეტია ხვედრითი წილი ერთსულ მოსახლეზე აი ამ შემოსავლისა, რომელიც გადადის კეთილდღეობის მაჩვენებელში და საბოლოო ჯამში ახასიათებს ცხოვრების დონეს. შესაბამისად, თავად ქვეყნები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. არის ერთი კატეგორია ქვეყნებისა, რომელიც წლის განმავლობაში საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით იზრდება, ვთქვათ 6-7-8%-ით საშუალოდ, ხოლო მეორე ჯგუფი ქვეყნების კი ხასიათდება საკმაოდ მოგრძალებული ეკონომიკური ზრდის ტემპებით.
მაინც რა ქმნის საფუძველს ესეთი მნიშვნელოვან სხვაობის წარმოსაქმნელად ქვეყნების ეკონომიკური სისტემების ზრდის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ფაქტორია ზემოქმედების, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად მოქმედებს, თუმცა უპირველეს ყოვლისა აღნიშნვის ღირსია ესეთი პარამეტრი, როგორიც არის მწარმოებლურობა ქვეყნის შიგნით ეკონომიკაში, ანუ შესაძლებლობა, ანუ მოცულობა იმ წარმოებული საქონლისა და გაწეული მომსახურების, რომელიც თქვათ დროის რაღაც კონკრეტულ ერთეულში იწარმოება. და შესაბამისად წარმოებლობის დონით, ანუ წარმოებული საქონლისა და მომსახურების რაოდენობით და მოცულობით ქვეყნები დროის გარკვეულ, ასე ვთქვათ, მონაკვეთში ქვეყნები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ზოგი ქვეყანა ხასიათდება მაღალი მწარმოებლურობის დონით, ზოგი ქვეყნის ეკონომიკური სისტემა კი ნაკლებად მწარმოებლურია. არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, ეს გახლავთ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა, კერძოდ მისი სპეციფიკა, მისი დამოკიდებულება, ქვეყნის ადმინისტრაციის და მმართველი გუნდის ხედვა მწარმოებლურობისა და მთლიანობაში ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებთან მიმართებით. ამგვარად მიმდინარე თემის განხილვისას ჩვენ შევეხებით სწორედ აღნიშნულ საკითხებს, ის თუ როგორი განსხვავება ქვეყნების ცხოვრების დონეებს შორის, თუ რა გავლენის და ზემოქმედების პოტენციალი გააჩნია მწარმოებლურობას ქვეყნების ცხოვრების დონეზე, განვიხილავთ მის ძირითად მდგენელებს და წარმოვადგენთ კავშირს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკასა და მწარმოებლურობის მაჩვენებელს შორის. ასევე უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ეკონომიკური ზრდის ხელსაყრელი პირობები, მწარმოებლურობის უაღრესად მნიშვნელოვანი მაჩვენებლები, მაღალი მაჩვენებლები, რომელიც თქვათ ამა თუ იმ ქვეყანას გააჩნია დროის გარკვეულ მონაკვეთში, ბუნებრივია ეს მაინც ასე ვთქვათ ცვლადი განზომილებაა და არ უნდა ვიფიქროთ ისეთ, რომ თუ კი ქვეყანამ ერთხელ მიაღწია ეკონომიკური განვითარების სწრაფი განვითარების მაჩვენებლებს, ეს ტენდენციების სამუდამო სახეს იღებს. არა, მსოფლიო ეკონომიკური განვითარების ისტორია, ქვეყნების ეკონომიკური ზრდა სწორედ ამის მაგალითია, რომ ეს მოვლენა საკმაოდ ცვალებადია და ეკონომიკური სიძლიერე ქვეყნების დროთა განმავლობაში იცვლება. ზოგი საფეხურით მაღლა ადის, ზოგი პირიქით იუარესებს მდგომარეობას. რა განსაზღვრავს აი ამ ცვლილებებს? ესეც ერთ-ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც განაპირობებს, რომელიც ხსნის, რომელიც გვაძლევს წარმოდგენას იმის თაობაზე, თუ რატომ არის რომ ზოგიერთი ქვეყანა დროის გარკვეულ მონაკვეთში ძალიან სწრაფად იღებს ეკონომიკური განვითარების ტემპს, სხვა კი პირიქით მაღალი დონიდან თანდათანობით, ასე ვთქვათ, აგდებს ამ ტემპს და ნელ-ნელა გადადის ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების ფაზაში. აი, ცხრილი სახე წარმოდგენილი გვაქვს იმ თემის, ასე ვთქვათ, სტატისტიკური გამოხატულება, რის შესახებაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ და ძალიან ნათელი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ სხვა ქვეყნის ეკონომიკური სისტემები გრძელვადიანი პერიოდის მანძილზე როგორ იზრდებოდნენ, როგორი იყო ტემპი და საბოლოო ჯამში რა მაჩვენებელს მიაღწიეს. ვხედავთ, რომ საკმაოდ ბუნებრივია მაღალი მაჩვენებლები გააჩნიათ განვითარებულ ქვეყნებს, ეს არის იაპონია, ეს გახლავთ გერმანია, კანადა, შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვექმნება
აი ამ ცხრილის საფუძველზე საშუალება დავაკვირდეთ თუ როგორია ეს განვითარების რეალური ტემპი, რა ნიშნულს მიაღწია და საერთოდ საიდან იწყებდნენ. ხედავთ რომ თქვათ მე-19 საუკუნის ბოლოს ერთსულ მოსახლეზე რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი გახდა დაახლოებით $1300 იაპონიაში, მაშინ როდესაც უკვე 2000-იან წლების დასაწყისში ეს იყო 28,600. დაახლოებით იგივე ზრდის ტემპები ახასიათებს მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, სხვა განვითარებულ ქვეყნებსაც. ანუ ზრდის ტემპი ისევ და ისევ მაღალი საშუალო ზრდის ტემპი წლიური ჰქონდათ იაპონიას და აგრეთვე აღსანიშნავია ქვეყნები, რომლებმაც ბოლო 10 წლეულებში სერიოზული პროგრესი განიცადეს ეკონომიკური სისტემის მშენებლობაში. ხედავთ, ეს არის ბრაზილია, მექსიკა, ჩინეთი, გერმანია, თავისთავად გერმანია, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პრაქტიკულად ნულოვანი ნიშნულიდან ააწყო თავის ეკონომიკა და დღეისათვის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი და სტაბილური ეკონომიკას წარმოადგენს. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ იმის თაობაზე, რომ ქვეყნების განსხვავებული უნარი აწარმოოს საქონელი და გაწიოს მომსახურებას სხვადასხვა მოცულობით. ეს პირველ ყოვლისა განპირობებულია ესეთი ფაქტორით, როგორიც არის მწარმოებლურობა, რომელიც გულისხმობს ერთი სამუშაო საათის განმავლობაში წარმოებული საქონლის და გაწეული მომსახურების ოდენობას. მწარმოებლურობა თავისთავად არ წარმოადგენს ისეთ, ასე ვთქვათ, მარტივ ფაქტორს, მარტივ განზომილებას. იგი შეიცავს მრავალ და მნიშვნელოვან ზემოქმედების ელემენტს, ეგრეთ წოდებულ მის დეტერმინანტებს და თითოეული მათგანი განსაზღვრავს წარმოებლურობის დონეს, არის ის მაღალი, დაბალი, პროგრესირებადი, რეგრესირებადი თუ ასე შემდეგ. ანუ ჩვენ სლაიდზე წარმოდგენილი გვაქვს სწორედ ეს დეტერმინანტები. პირველ ყოვლისა ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი განსაზღვრელი, როგორც არის ფიზიკური კაპიტალი, ადამიანური კაპიტალი, ბუნებრივი რესურსი და ტექნოლოგიური ცოდნა. ფიზიკური კაპიტალის შესახებ, ანუ პირველი განსაზღვრელი შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი არის სხვა არაფერი თუ არა ის მოწყობილობების შენობები, რომელსაც საწარმო გამოიყენებს საქონლის და მომსახურების წარმოებისათვის. თავისთავად კაპიტალი წარმოადგენს ფაქტორს, რომელიც წარმოების პროცესისათვის აუცილებელი, ასე ვთქვათ, გამოსაყენებელი ელემენტია და ასევე თვითონ წარმოადგენს საწარმოო პროცესის შედეგს, ანუ თვითონაც წარმოებულია. ანუ კაპიტალი წარმოების პროდუქტია, რომელიც ყველა სახის საქონლის და მომსახურების, მათ შორის კაპიტალის წარმოებაშიც გამოიყენება. რაც შეეხება მეორე დეტერმინანტს, ეს არის ადამიანური კაპიტალი, რომელიც წარმოადგენს ცოდნასა და უნარს, რომლის შეძენაც ხდება ადამიანის მიერ განათლების და პრაქტიკული სამუშაო თუ ცხოვრებისეული გამოცდილების მეშვეობით. ადამიანური კაპიტალი მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საკითხია საქონლის და მომსახურების წარმოებაში ქვეყნის უნარის გასაზრდელად და შედეგების გასაუმჯობესებლად. ეს არის ერთ-ერთი ძალზედ, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ყოველთვის მიიღება მხედველობაში. ანუ თავისთავად ადამიანური კაპიტალი ასევე აღსანიშნავია, რომ იგი წარმოადგენს წარმოებულ ფაქტორს, ანუ წარმოების რაც შეეხება ბუნებრივ რესურსებს, ის არის წარმოების პროცესში გამოყენებული მასალა, ანუ საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად გამოყენებული მასალა, რომელსაც ჩვენ გვაძლევს ბუნება. ანუ ჩვეულებრივი რესურსები, როგორიცაა მდინარეები, ნედლეული სხვადასხვა წიაღისეულები და ასე შემდეგ. სწორედ
ბუნებრივი რესურსების მოცულობების სხვაობა განაპირობებს ქვეყნებს შორის ცხოვრების დონეების სხვაობასაც. ანუ ბუნებრივია, რაც უფრო მდიდარია ქვეყანა ბუნებრივი რესურსებით, მით უფრო მდიდარია იგი საშუალო ერთსულმოსახლეზე საშუალო შემოსავლის თვალსაზრისით, რაც საბოლოო ჯამში აისახება ცხოვრების დონეზე. წარმოვიდგინოთ, თქვათ, ნავთობ მომპოვებელი ქვეყნები, რომელთაც გააჩნიათ გაზის რესურსი, ნავთობის რესურსი და მრავალი, ასე ვთქვათ, სიმდიდრე მინერალური ხასიათის. თუმცა ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავიმახსოვროთ ასეთი რამ. თანამედროვე პირობებში, თანამედროვე ეკონომიკაში მხოლოდ ბუნებრივი რესურსები აღარ განსაზღვრავენ ქვეყნის ცხოვრების დონეს, ქვეყნის შემოსავალს, ქვეყნის უნარს, იყოს ძალიან აქტიური და მოწინავე გლობალურ ეკონომიკაში. და ამის ნათელ მაგალითს ჩვენ გვაძლევს იაპონია. იაპონია, რომელიც პრაქტიკულად წარმოადგენდა დიდ ხნის განმავლობაში მეორე ეკონომიკას მსოფლიოში, ამერიკის შეერთებული შტატების მერე. ეს არის სწორედ კლასიკური მაგალითი იმისა, რომ მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსების ქონის გარეშეც ქვეყანა აღწევს წარმატებას, თუკი იგი აკეთებს აქცენტებს სხვა ფაქტორებზე. და ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობას, მისი ეკონომიკის სიმძლავრეს განაპირობებს, ეს არის ტექნოლოგიური ფაქტორი, ტექნოლოგიური ცოდნა, რომელიც წარმოადგენს საზოგადოების უნარს შეარჩიოს საქონლის და მომსახურების წარმოების ყველაზე ოპტიმალური, ასე ვთქვათ, სცენარები და გზები. უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ განსხვავება არის ტექნოლოგიურ ცოდნასა და ადამიანურ კაპიტალს შორის. ანუ ტექნოლოგიური ცოდნა მეტყველებს იმაზე, თუ როგორ ერკვევა საზოგადოება მსოფლიო მიღწევებში. მაშინ, როდესაც ადამიანური კაპიტალი რესურსებს გულისხმობს, რომელიც ტექნოლოგიურ მიღწევათა სამუშაო ძალისთვის გადასაცემად არის საჭირო და ამ გადაცემის პროცესს უზრუნველყოფს. ასევე ჩვენს ცოდნის თვალსაზრისში შემოდის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ცნება, როგორსაც წარმოადგენს საწარმოო ფუნქცია. მას იყენებენ ეკონომისტები ძირითადად იყენებენ იმ დამოკიდებულების აღსაწერად, რომელიც წარმოების ფაქტორების რაოდენობას და წარმოებული პროდუქციის რაოდენობას შორის არსებობს. ახლა ჩვენ ვხედავთ შემადგენელ ნაწილებს საწარმოო ფუნქციის, ასე ვთქვათ, დეტერმინანტებს. ეს გახლავთ პირველ ყოვლისა წარმოებული პროდუქციის მოცულობა, არსებული საწარმოო ტექნოლოგიები, შრომა, ფიზიკური კაპიტალის რაოდენობა, ადამიანური კაპიტალის რაოდენობა და ბუნებრივი რესურსების რაოდენობა. ხოლო F-ი წარმოადგენს ფუნქციას, რომელიც არის მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ შეესაბამება წარმოების ფაქტორები გამოშვებას. თუ საწარმოო ფუნქციის მასშტაბის მუდმივი უკუგება ახასიათებს, აქედან გამომდინარე ლოგიკური იქნება ესეთი, ასე ვთქვათ, მოსაზრების ფორმულირება, რომ წარმოების ფაქტორის გაორმაგება იწვევს თვითონ გამოშვების გაორმაგებას. ეს მათემატიკურად შეგვიძლია ავხსნათ, რომ საწარმოო ფუნქციას მასშტაბის მუდმივი უკუგება ახასიათებს. თუკი ნებისმიერი დადებითი x-ისთვის სამართლიანია ტოლობა, წარმოდგენილი გვაქვს აღნიშნული ტოლობა. ანუ თუ გაორმაგდა წარმოების ფაქტორი, შესაბამისად ორმაგდება გამოშვებული მოცულობაც. საწარმოო ფუნქციის მეშვეობით შეიძლება შემდეგი დასკვნა გავაკეთოთ. თუ დავუშვებთ, რომ x-უდრის 1 გაყოფილი l-ზე, ასეთ შემთხვევაში ტოლობა მიიღებს შემდეგ სახეს, რაც წარმოდგენილი გვაქვს სლაიდზე, სადაც y გაყოფილი l-ზე ეს არის თითოეული შრომელზე გამოშვება,
KL-ზე ეს არის მომუშავეზე, ერთეულ მომუშავეზე ფიზიკური კაპიტალი, HL-ზე ეს არის ერთ მომუშავეზე ადამიანური კაპიტალი და NL-ზე ერთეულ მომუშავეზე ბუნებრივი რესურსი. Უბრალოდ შრომის ნაყოფიერება დამოკიდებული